ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსაც იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ამჟამად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან. დღეს ეს საკითხიც განვიხილეთ, გულისხმობ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქმედებებს ჩადის. თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილ სასჯელებს დავაკვირდებით, ცხადია, რომ ისინი უკიდურესად მკაცრია. არც კი ვიცი რა არის შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ისინი ამ ქმედებების პროპორციული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია. ამიტომ ასევე იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებებს ახორციელებენ. ასე რომ ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს საკითხი და ამას ივლისში დაუბრუნდებით. ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლოა მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა. ჩვენი მიზანია ის ადამიანები დავსაჯოთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ. შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი ამბობდა, რომ შეხვედრაზე 6 პუნქტიანი გეგმით შედის, მათ შორისაა უვიზო რეჟიმის გადახედვის საკითხი. ლიეტუვის ინიციატივით ჩვენ თავაზობთ საბჭოს 6 პუნქტიან გეგმას, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან მუშაობა, რადგან ჰუმანიტარული მდგომარეობა იქ უარესდება, ამიტომ ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად. ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი შეთავაზება და ამ საკითხზე კოლეგებთან ერთად ვიმსჯელებთ. სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი დახმარების გაწევით დაწყებული უვიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული. სამწუხაროდ საქართველოში სიტუაცია სულ უფრო რთული გახდა, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ადამიანებისთვის, მაგრამ ევროპა ყოველთვის ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს მათ მისწრაფებას დემოკრატიისკენ და ამ ქვეყნის ევროპულ გეზს, ასე რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა. მე ამას ასევე ვამბობ, როგორც ეუთოს თავმჯდომარე. Estonia has been very clear about the Georgian regime. ესტონეთს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა გქონდეს მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, უნდა დავიწყოთ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა და უნდა დავაწესოთ პირობები. ეს ასევე გახლავთ ესტონეთის წინადადება. ესტონეთი ამ შეთავაზებით გამოვიდა, რადგანაც დღეს საქართველოში არსებული რეჟიმი არ მისდევს ქართველი ხალხის ნებას, რაც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირმა საქართველოს ასეთი შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ახლა რეჟიმმა ეს სრულად შეცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო, ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. რადიო თავისუფლება მოიპოვა 6 პუნქტიანი გეგმის სამუშაო ვერსია, სადაც საუბარი ევროკავშირის მხრიდან ქართული ოცნების ხელმძღვანელობასთან ყველა სახის პოლიტიკური ურთიერთობის შეწყვეტაზე, საქართველოს დასახმარებლად განკუთვნილი პროექტების, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გრანტებითა და სესხებით დაფინანსებული პროექტების შეწყვეტაზე, ასევე დამატებითი შემზღუდველი კანონმდებლობის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტების შედგენაზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გეგმა მოიცავს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის სავიზო შეზღუდვებს.